გავაგრძელოთ საუბარი, უпростоროდ დავიწყოთ საუბარი, სოფო გისმენ. მოგესალმებით, თავიდან დიდი მადლობა რომ დამიძახეთ. თავიდან მეგეთყვით რომ ადვოკატი არ ყოფილვარ, არც ვარ და არც ვაპირებ მომავალში ვიყო ადვოკატი, პატივცემ ადვოკატებს, მაგრამ მე არ ვარ. უკაცრავად, სოფო ძალიან ანგარიშ მიუცემლად პროდიუსერის მიერ მოტანილი, ეს თქვა ჩავიკითხე იურისტი სოფიო ხოკვანი. მოკლედ, თავარი კი ნამდვილად მხარს უჭერდი მის კანდიდატურას 2013 წელსაც მიმაჩ ვფიქრობდი რომ გაცილებით უკეთესი კანდიდატურა იყო იმიტომ რომ იმ უფლებამოსილების ფარგლებში რა უფლებამოსილების ფარგლებიც აქვს კონსტიტუციით ჯერ მაშინ და ახლაც პრეზიდენტს ვფიქრობ რომ გაცილებით ეფექტური იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი ვიდრე როგორც მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი და იმედი მაქვს ეხლა უკვე ძალიან მალე ის შეუდგება პრეზიდენტობას და იმედი მაქვს რომ ისეთი პრეზიდენტი იქნება რომლის მოლოდინიც მაქვს თავარი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მე მესმის რა შეიძლება ინაუგურაციის დეტალებზე საუბარი საინტერესო მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რა იქნება შემდეგ. ხვალიდაზე მხოლოდ ერთს ვიტყვი, როგორც ჩანს, უკვე შევეჩვიეთ ამას, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას მოუწევს ვითარების განმუხტვა. და რაღაცა გარკვეული როლის შესრულება, ასეთ შთაბეჭდილება დამრჩა, რაც მოვისმინეს სხვადასხვა მხარეების პოზიციები. ზეგინდელ ღონისძიებას გულისხმობთ. ანუ ფიქრობთ, რომ რაღაც ტიპის დაძაბულობასთან და ყოველ შემთხვევაში პოლიციაზე იქნება მშვიდად ამ დღის გადატარების მისია? ასე ჩანს, ახლა რაც მოვისმენთ თქვენთან, ახლა ეს საუბრობდი მხარეები, რა თქმა უნდა, მე ასე ჩანს, არც მალავენ ამ თავიანთ განწყობას, ოპოზიცია, რომელმაც საგანგებო და სწორედ იქ დაგეგმა ეს აქცია, არც მალავენ ამას, ხო, რატომ დავგეგმეთ იქ და რა ინტერესი გვაქვს. მოკლედ, მე ვუსურვებ გამძლეობას პოლიციას ინაუგურაციის დღეს მოკლედ და კანონის დაცვას მაქსიმალურად. ახლა რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდულია მისი უფლებამოსილებები ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც მინდა რომ გაგრძელდეს და ვნახე უკვე მისი რამდენიმე სერიოზული ინტერვიუ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო გამოცემებთან თქვენც ნახეთ ალბათ გაეთნახეთ ხო და ყველგან მისი ეს პოზიცია გამოხატვა პოზიციის ქვეყნის პოზიციის იყო წერტილმძიმით როგორ ვთქვათ იდეალური აი თუ შევაფასებ იმ საერთაშორისო სტანდარტებით იყო აი ყველაზე დახვეწილი რაც შეიძლება მოგვესმინა ისე დახვეწილად და დელიკატურად დიპლომატიურად და პოლიტიკურად გადმოცემული ჩვენი პოზიცია ქვეყნის პოზიცია დაცული ბოლომდე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე სწორედ ამის იმედი მაქვს რომ ეს სტანდარტი რომელსაც აძლევს რეალურად ნამდვილი ევროპული განათლება და ევროპული კარიერა და არა ის დაუშვათ 2 წელი სადღაც ვიღაცა მისწავლა არა ევროპული თავიდან ბოლომდე დასავლეთი რომელიც მიყვარს და ვიცი და ჯერა ეს არის ჩემთვის და ის სწორედ ამის იმედი მაქვს რომ კლასი რასაც ქვია აი ამას აჩვენებს ეს და ეს ესე გაგრძელდება ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ საგარეო ურთიერთობებში არის ის წარმომადგენელი და აი რა მისია აქვს მას რისი დამტკიცება უნდა მოახერხოს ანუ რა როლში უნდა ჩაჯდეს ანუ რას ველოდებით ჩვენ მისგან. კი, აი სწორედ აი ამ სტანდარტით, ამ კლასით უნდა გააგრძელოს არ აღიარების პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გამტკიცება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, იცით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დღეს პრობლემა არის სწორედ ეს საგარეოზე თუ ვლაპარაკობთ, ჩვენი ინტეგრაცია დასავლეთთან, რეალური ინტეგრაცია, ისე რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა მოხდეს მაქსიმალურად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წამოწევა. ანუ ის ამას მოახერხებს, რომ თავარი რაც გვაქვს ახლა ეს არ აღიარების პოლიტიკის გაგრძელება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე სამშვიდობო ინიციატივებიც თუ ექნება აი ეს სტანდარტი აი ამ სტანდარტით ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება ეს არის რაც მისი უფლება არის და მგონია რომ მასზე უკეთესად დღეს ამას ვერავის მას რა როლი უნდა ჰქონდეს არაღიარების პოლიტიკა ეს მიმართულება არის მისი მაინც უფრო საგარეო აქტივობის ეს ვთქვათ მამოძრავებელი უნდა იყოს რა როლი უნდა ჰქონდეს მას ქვეყნის შიგნით. მოქმედ პრეზიდენტს შეკვეცილი უფლებებით, მომავალ პრეზიდენტს კიდევ უფრო შეკვეცილი უფლებებით, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი შიგნით განცხადებების დონეზე, რაღაც ვთქვათ ვეტოების დონეზე და ასე შემდეგ ის პოლიტიკური პროცესის მონაწილე იყო. რა როლი უნდა ჰქონდეს გამარჯვებულ კანდიდატს მომავალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით უკვე. ხო, ქვეყნის გარეთ ეს თავარი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეს ფუნქცია, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ფუნქციას, იმ შეზღუდულ უფლებებს და ფუნქციას, რომელიც დარჩენილი აქვს ამ მოქმედი კონსტიტუციითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უკეთესად შეასრულებს, ვიდრე მარგველაშვილი, იმიტომ რომ მე ვერაფრით ვერ არ ვიცი როლს ასრულებდა თუ როლის შესრულება არის მთავარი რაღაც არ ვიცი რა როლს თქვენ თქვით რომ რაღაც პოლიტიკურ როლს ასრულებდა არ ვიცი მე ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა განსაკუთრებული როლი შეასრულა და როგორ შეიძლება შევაფასო ეს როლი რა გულისხმობთ როლის შესრულებაში ან ის რაღაც ვეტოების ან რა აზრი ქონდა იმ ვეტოებს რომელსაც აკეთებდა პოლიტიკური განცხადებების დონეზე კალბატონსოფია თუ გვეჩვენებოდა რომ რაღაც პროცესში უმრავლესობა რაღაც ძალიან თავდაჯერებული საკუთარი ძალაუფლებაში გაჯიუტებული აი ამ დროს მარგველაშვილის განცხადება ყოველთვის იყო რაღაც ფიქრობ რომ დისტანცირებული მინიმუმ და რაღაც შემარყეველი არ ვიცი აი რაღაც შემარყეველი არისო საბოლოო ჯამში არ ხოდეს მას პრინციპული არისო თუ რაღაც პოზიციასი დაიკავებ და მე ჩემთვის უკეთესი იქნებოდა წასულია და რომ არ გაიმეოროს სალომე ზურაბიშვილმა მისი შეცდომები ამიტომ ვიტყვი მასზე რომ როდესაც რაღაცა პოზიციას დაიკავებ და რაღაც პოზიციას გამოხატავდა ვეთანხმებოდი არ ვეთანხმებოდი მაგრამ მისი გადაწყვეტილება იყო შემდეგ იმ საკითხს არაპრინციპულად უდგებოდა. ანუ იმაზეც უკან იხევდა მე სრულად გაუგებრად და დაუსაბუთებლად. ამიტომ ყველაზე აბსოლუტურად უპრინციპო პრეზიდენტი იყო და მე იმედი მაქვს რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთი არ იქნება და ეხლა გეტყვით რას ველოდები სალომესგან. მიუხედავად იმისა რომ მისი უფლება-მოსილები შეზღუდული არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. ეს არის საკონსტიტუციო სამი მოსამართლის დანიშვნის უფლება, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა. ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის რამდენიმე მიმართულება ამ ქვეყანაში. ეს არის განათლება და განათლების მიმართულებით მას შეუძლია ინიციატივების წარდგენა. კი, არ არის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, მაგრამ მისი როლი, ფუნქცია, მისი სტატუსი მან რომ გამოიყენოს მეტად ქვეყანაში განათლების ასე ვთქვათ პროპაგანდისთვის, პირდაპირ ვიტყვი ასე ლობირებისთვის, რომ განათლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და მას შეუძლია განათლების ლობირება ქვეყანაში. და ეს ამ როლის შესრულება შეუძლია. რაც შეეხება და ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულება ასევე და მართლმსაჯულების ყველაზე მთავარი ღერძი უნდა იყოს სასამართლო და მას ჯერჯერ მიუხედავად იმისა რომ მოსამართლებს უკვე ვეღარ ნიშნავს, მაგრამ იუსტიციის საბჭოს ერთი წევრის დანიშნვის უფლება აქვს და საკონსტიტუციაში სამი მოსამართლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ როგორც ფიქრობთ რომ მისი საკადრო პოლიტიკა კრიტიკას გაუძლებს, ანუ ის იქნება მე მაქვს იმედი და ესე აი მე მოლოდინებს ველაპარაკობ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ შეარჩევს ამ მოსამართლე, ანუ ამ ერთ წევრს და იმ სამ მოსამართლეს, რომ თედამ პროცესი როგორ წაიყვანს, ვის შეარჩევს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და კიდევ ეროვნული ბანკი. აი ეს პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს რეალურად და ეს ის ვაკხანალია, რომელიც საბანკო სისტემაში არის, კი ლაპარაკობენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემა, მაგრამ თუ სიღრმეებში ჩახვალ შრეებში აღმოაჩენ უამრავ პრობლემას ამ სფეროში, რომ მართლა დასავლური გახდეს ეს სფეროც, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი მას შეუძლია, სწორედ მას აქვს ეს უფლება-მოსილება და ქონდა წინა პრეზიდენტსაც ახალ დარჩენილი არის სწორედ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის უფლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც რა პოზიცია იქნება და როგორ შეარჩევს ამ ადამიანებს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მგონია რომ შესაძლებელია შიგნითაც თუნდაც აი ამ სამი მიმართულებით მართლმსაჯულების, ეროვნული ბანკის, საბანკო სისტემის და განათლების მიმართულებით პოზიტივი შემოიტანოს. ეს არის ძალიან იქნება კარგი და კიდევ ერთი რასაც ველოდები და იმედი მაქვს რომ მისი გამოცდილებით ის შეძლებს ამას ეს არის სამშვიდობო ინიციატივები. ანუ როდესაც მე ვლაპარაკობ საერთაშორისო არენაზე ჩვენი ინტერესების დაცვა კონფლიქტებთან დაკავშირებით, არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენები არიან, ჩვენი ქვეყნის არიან და ჩემი ნაწილი და ჩვენები უნდა გახდნენ, არიან, მე იმედი მაქვს. და ამ მიმართულებით მას შეუძლია რაღაცა ინიციატივები წარადგინოს, სამშვიდობო ინიციატივები და უფრო გააღრმავოს ეს ურთიერთობა, რომ ჩვენი ის ადამიანები დავიბრუნოთ, იმიტომ რომ ტერიტორიებს რომ დავიბრუნებთ, ადამიანებიც უნდა დავიბრუნოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ შეუძლია მას ამ როლის შესრულება, გამოცდილება აქვს, დიპლომატია და ეს მისი ცოდნა, უნარები და ეს რაღაცა მისი საერთაშორისო ნაცნობობა თუ კავშირები მან შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს. აი ამ მიმართულებით გამოვიდა 4 მიმართულება, რასაც მე ველოდები, რასაც შეუძლია თან, რისი უფლება-მოსილებაც აქვს და რაც შეიძლება მან მოახერხოს. ახლა თუ ლაპარაკობთ რაღაცა ტიპის შერიგებაზე შიგნით ან აი
რაღაცა ამ დაპირისპირებულ პოლარულ ძალებს შორის რაღაცა შემრიგებლის ფუნქციის შესრულებას ვფიქრობ ეს გაუჭირდება და ამ მიმართულებით რაღაც ძალისხმევის დახარჯვა იქნება ასე ვთქვათ არაპრაგმატული. აი გამაერთიანებელი პრეზიდენტი, გამაერთიანებელი პრეზიდენტი ასეთი ტიპის მოთხოვნები არსებობს ამ ვითარებაში ასეთი არჩევნების შედეგად როგორ შეიძლება რამდენად შესწევს მას ამის უნარჩვენებას ზედმეტი რაც შეიძლება მისგან მოვითხოვოთ. კი, სწორედ ამას ვამბობ, თიანა, არაპრაგმატული იქნება მისი მხრიდან ძალისხმევის ენერგიის დროის დახარჯვა ამ მიმართულებით ბევრ რაღაცაზე, ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ ველში რაღაც შემრიგების როლი ამ თვითონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მე ცოტა რთულად უყურებ ამას, იმიტომ რომ აუცილებელი აქ სურვილიც იყოს მხარეებს შორის, იმიტომ რომ რაღაცა ერთი მხარის პოზიცია მაინც უნდა იყოს ერთი მხარის სურვილიც და აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკის სურვილი მე მაქვს, ანუ ქართულ მხარეს ჩვენ გვინდა და თუ იქაც შეიძლება მოუძებნოთ ვიღაცა. როდესაც გაერთიანებაზე ან რაღაც შერიგებაზე ლაპარაკობ, ერთი მხარის სურვილი მაინც უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები და ჩვენც რაღაცა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტები და ეს პრობლემა რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ამიტომ რაც შეეხება შიდა დაუშვათ კონკურენციას, პოლიტიკურ კონკურენციას, მე ვფიქრობ და ჩემი რჩევაც იქნება, რაც ნაკლებად ჩაერევა ამ საქმეში მით უკეთესი. ძალიან რთული და მნიშვნელოვანია. მართლაც რთული მისია, რომ ჯობია არ შეეხოს. იცით, მე ვფიქრობ, რომ არაპრაგმატულია თქო, ხვდებით, ანუ შედეგზე პოლიტიკოსები ვართ, უნდა იყვნენ, ხო? პოლიტიკა მაინც რეალობის ხელოვნება და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და განცხადება განცხადებისთვის შეიძლება დიპლომატიაში მოსულა, მაგრამ პოლიტიკაში განცხადება განცხადებისთვის არ მუშაობს. ამიტომ გონია, რომ იქ სადაც შეუძლია ხელეწიფება და შეიძლება რეალური შედეგები დადოს და ქვეყნისთვისაც გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს ეს, იქ უნდა დახარჯოს ეს მისი გამოცდილება და მისი ძალისხმევა. ასე ვურჩევდი მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ შესაძლებელია მართლაც, შეიძლება მითხრა რომ ერთი წევრი იუსტიციის საბჭოს რას ნიშნავს? ნიშნავს, ბევრ ამას ნიშნავს, ანუ ერთი ადამიანიც ნიშნავს ამას, იმიტომ რომ მართლა სერიოზული პრობლემა და ჩემი მთავარი პრეტენზია მარგველაშვილთან იქნება ეს და დღემდე და ყოველთვის ამას გავიხსენებ, როდესაც ის გამახსენდება მისი პრეზიდენტობა, რომ ბოლოს აი ეხლა მას შეეძლო მას თუნდაც წარედგინა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, ისეთი ვისაც მივიღებდით საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მოვახერხებდით პარლამენტის დარწმუნებას იმაში, რომ მას აერჩია კარგი თავმჯდომარე. ეს არის ჩემი მთავარი პრეტენზია მარგველაშვილთან და ეს შანსი მან ამ ქვეყანას დაუკარგა, როდესაც მან აი ახლა წასვლამდე მას შეეძლო წარედგინა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და მან ეს არ გააკეთა. გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ შანსი ნაკლები იქნებოდა ამ კანდიდატის გაყვანის. ჩვენ საზოგადოება დაუდგებოდით. თქვენ არ თქვით, რომ პოლიტიკოსი ფორმალური არ უნდა იყოს და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. რისთვის უნდა წარედგინა, რომ უბრალოდ ისე ჩვენებინა რა განსხვავება მის წარდგენილსა და რა განსხვავება იქნება შემდეგ იუსტიციის საბჭოს შერჩეულს შორის? გეტყვი მარტივად. ამ სხვაობის დასანახებლად. არა, ჩემო კარგო, არა, სწორედ მე ამიტომ გეუბნებით, როცა საზოგადოებაში ასეთი დიდი მოთხოვნა, როცა ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ იუსტიციის საბჭო არის ჩვენი პრობლემა და ხვდებით, რომ ამ კანონმდებლობით თუ არ მინდა რევოლუციური ცვლილებები, ევოლუციურად ნელ-ნელა რაღაც უნდა ვქნათ, რაღაც ეს თავარი პრობლემა ეს არის. და მე ვამბობ, რომ როდესაც ის წარადგენდა ისეთ კანდიდატურას, თუ ამ ხელისუფლებისთვის, ამ პარლამენტისთვის იქნებოდა ზედმეტად ობიექტური, ზედმეტად დამოუკიდებელი, ჩვენ საზოგადოება მას მივეხმარებოდით და ვაიძულებდით დეპუტატებს და პარლამენტარებს მიიღოთ ის გადაწყვეტილება და იყოლოდა ისეთი თავმჯდომარე, რომლის ყოლის შანსი ჩვენ ეხლა ცოტა ხანი არ გვექნება, იმიტომ რომ იმ იუსტიციის საბჭოს, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არ ხელეწიფება, არ შეუძლია ბუნებრივად ხასიათით, მათი ბიოგრაფიით არ შეუძლიათ სწორი კანდიდატის შერჩევა. ეს მოცემულობა ხა თვალს თუ არ გაუსწორებ ამას, ეს ხომ არ შეიცვლება ასეა. დღეს არსებულ იუსტიციის საბჭოს მისი ბუნებით, მისი გამოცდილებით, ბიოგრაფიით არ შეუძლია შეარჩიოს ობიექტური და ძლიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მაგრამ კანდიდატურა პრეზიდენტს მარგველაშვილს შეერჩია და შეეძლო წარედგინა და იქ ჩვენ მისიანები ვიქნებოდით, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ ქვეყანას ჭირდება სამართლიანი სასამართლო. ძალიან დიდი მადლობა გეთანხმებით, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა სოფო ხორგუანს. რეკლამის შემდეგ ჩვენ მოვისმენთ